გუშინ კოცებს უტიფარი ნაძირლობის დღე ჰქონდათ, გირგვლიანს გლოვობდნენ. წინა წლებში არ შემჩნევია, რომ ასე ორგანიზებულად და ორკესტრირებულად თელი Facebook-ი რომ ამას აკეთებდა, ეს წელს იყო ეთყობა ეს დავალება. და ეს ამას აკეთებდნენ იმ დროს, როდესაც მარნეულში დეპუტატმა, მე მგონი დეპუტატია მამედოვი. თუ ვწდები, ახლა გუშინ პოსტი დავდე და იქ მეწერია ზუსტი არ მახსოვს დეპუტატია თუ არა, მამედოვი რო ამახსოვს და მამედოვი მგონი იქ ან რაღაცა თანამდებობაზე ან გამგეობის, რაღაცა მოკლედ. მოკლა ბავშვი ქუჩაში და ეს არ იყო მისი პირველი ავტოავარია, სადაც ვიღაცა ძალიან დაზიანდა და აქ უბრალოდ ძალიან კი არ დაზიანდა, მოკვდა ადამიანი. ახალგაზრდა და ულამაზესი გოგო. და ამ დროს ეს რუსი ხროვა გლოვობდა ვიღაცის სიკვდილს, ვინც პოლიციას მაშინ არ მოუკლავს. რა ვიცი მე შეეშინდა რომ კიდე არ მცემონო და რაღაცა ვირა იყო მის თავში და რატო გადაწყვიტა რომ და გაქცეულიყო და გადაჩახილიყო ეს ვერაზროს ვერც გავიგებ და არც მაინტერესებს და არ მაინტერესებს და რატო არ მაინტერესებს ახლა ვილაპარაკებ და მინდა შევადარო როგორ ებრძვის მთელი გარე სამყარო და შიგნით ქვეყანაში ყველანაირი ბინძური ძალა ტრამპს როგორ ებრძოდა მიშას რომ ერთ-ერთშია პარალელები ოღონდ მასშტაბია ტრამპის საწინააღმდეგო ბრძოლის მასშტაბი ბევრად უფრო ძლიერია მაგრამ აი უკვე ბოლოსკენ ბოლო 1 წელი ისეთივე მასშტაბის იყო მიშას წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა როგორიც დღეს ტრამპზეა. გირგვლიანის შეთხზული და ის შეწებილი რაღაცა პლასმას კი არა, პლასტელინით შეწებილი ვითომ საქმე ჩემთვის ძალიან გავს ჯორჯ ფლოიდის საქმეს. ჯორჯ ფლოიდი არის რეციდივისტი, რომელიც მთელი ცხოვრება იმით იყო დაკავებული, რომ კრიმინალიდან ცხვირი არ ამოუყვია საერთოდ, იყო ნარკომანი და იმ დღესაც ჰქონდა მიღებული დოზა. როდესაც მეტროში ვიღაც ქალს დაესხა თავს და პოლიციამ რო გაათრია, იმ დროს მოკვდა. და ამ პოლიციელს მერე დააბრალეს ის, რომ ვითომ რასისტული რაღაცა მოტივებით გადააჭარბა საკუთარ ძალაუფლებას. მკვლელობა როგორც ასეთი დამტკიცებული არ არის, არა სიკვდილი ექსპერტიზა დაადგინა, რომ მოხდა ნარკოტიკის გადაჭარბების გამო. გადაჭარბებული ნარკოტიკი ჰქონდა ისედაც მიღებული და შეიძლება იმ მომენტში ახლა ეს პოლიციელთან რო არ მოსვლო და რაღაცა ცოტა უფრო გვიან მომკვდარიყო ისედაც თავისით. ან შეიძლება გადარჩენილიყო მაგრამ ზედოზირებული რო იყო მისი ორგანიზმი იმ მომენტში ნარკოტიკით ეს დაადასტურა იგივეა გირგვლიანზე. გირგვლიანზე ადამიანები რომლებიც დაისაჯნენ არ დასჯილან მკვლელობისთვის, იმიტომ რომ მკვლელობა არ მომხდარა. და იმდენად და ანუ ვერანაირად ვერ გამოაცხობდი იმ ამბიდან მკვლელობას, რომ კოცები რომ მოვიდნენ, საქმე არ გადაუკვალიფიცირებიათ, თავიდან არ გამოუძიებიათ, არავინ თავიდან არ დაუჭერიათ, არავინ თავიდან არ უბრალოდ აი ხელზე დახვეული და საწიკვინო და აი დღემდე ისეთი ამაზრზენია და ისეთი კოცები კი არა აი მე ადრე რაღაც პერიოდი ძალიან ახლო შეხება მქონდა დროასთან და ელენე ხოშტარიასაც ჯერ კიდევ 2020-ში და 21-ში გირგვლიანი დახვეული ქონდა ხელზე.
რომ მიშას დაბრუნება აი ასეთი ის იყო მთლიანად პარტიაში დროაში აზრი რომ მიშას დაბრუნება როგორ უნდა გვინდოდეს აბა გირგვლიანი იმ ფლოიდზე მერე ამერიკაში მთელი კამპანია აგორდა ის კამპანია შეიძლება ნაკლებად იმ მომენტში შეიძლება რაღაცა უფრო ფართო მასშტაბიანი იყო ვიდრე გირგვლიანი თუმცა არა არ იყო უფრო იმიტომ რომ აქაც მთელი საქართველო მოიცვა იქაც მთელი ამერიკა მოიცვა ერთადერთი რაც არ ყოფილა საქართველოში ეს არის ეგრეთ წოდებული პაგრომები ანუ მაღაზიების დალეწვები და რაღაცა ბანკარებს არ წვავს და ხალხი აი ეს დორბლზე და რაღაც გაუაზრებელ ემოციებზე და კორუფციაზე აგდებული ხალხის ბრბო, რომელიც იქ დარბოდა ამ ფლოიდის ვითომკვლელობის გამო და იგივენაირად დარბოდა ადორბლილი რუსეთიდან დაფინანსებული ბრბო საქართველოში. ანუ ეს ორი кейსი იდენტურია. თუმცა იქ უკვე პიარი ამ თემის გარშემო ჩაცხრა და საქართველოში იმიტომ რომ ჯერ კიდევ კოცები არიან ამ თემის ირგვლივ პიარი სულ აქტიურია და ყოველ წელს რამის უფრო და უფრო აქტუალური ხდება. რაც ახლა ხდება ტრამპის საწინააღმდეგოდ მინესოტაში და მინეაპოლისში ეს არის ორი შტატი უკიდურესად მემარცხენე აი უკიდურესად რაღაცა მარქსისტ-ლენინისტების NGO-ების მიერ რაღაცა შეკრულ ხალხს ნუ ერთი ანტიფა და ანტიფაზე უარესიც ეს ტრამპის თუმცა ტრამპი არა ტრამპი რა შუაშია ეს უწყება ისედაც ყოველთვის არსებობდა IC რომელიც იჭერს არალეგალურ თუმცა სანამ არალეგალურებს უბრალოდ მიადგებოდნენ უკვე ვილაპარაკე რომელიღაც წინა ვიდეოში იმაზე რომ ერთ-ერთმა იუთუბერებზე რომ ვილაპარაკობდი მაშინ რომ ერთ-ერთმა დამოუკიდებელ იუთუბერმა უპარტიო ასე ვთქვათ თუმცა ტრამპის ამომრჩეველია 23 წლის ბიჭი გაყვა ერთ-ერთ ადვოკატს თუ იურის რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაგროვებული ბევრი ინფორმაცია და გამოძიებები სომალელ ემიგრანტებზე რომლებიც იპარავდნენ უამრავი რაოდენობით რაღაცა 19 მილიარდზეა საუბარი გრანტებს და ეს გრანტები არამიზნობრივად იხარჯებოდა და თვითონ მილიონერები და მილიარდერები არიან აი ამ სქემაში გახეული ადამიანები, როდესაც ბიუჯეტიდან არის მოპარული ის ფული, რომელიც რეალურად ჩვენთან ზარქუან ბაღებიდან 9 მილიონი მოიპარა და იქ 19 მილიარდი მოიპარეს ამ დაჯგუფებამ, თუმცა უკვე ხდება ნელ-ნელა ნათელი ის რომ ეს სომალელი ემიგრანტები უბრალოდ ფასადია იმ ყველაფრის რასაც რეალურად მთელ ამ სქემას ეს სქემა აწყობილია დემოკრატების და აი ამ დაჭერების დროს ხო და როდესაც აი ამ ბიჭმა ეს ვიდეო გადაიღო სასწაული ვირუსული და პოპულარული გახდა მე კონგრესშიც კი ქონდა მოხსენება ამ ვიდეოზე და არა მარტო ერთ შტატში ასეთი პრობლემა ძალიან ბევრ შტატშია მაგრამ კონკრეტულად ეს შტატი არის ყველაზე აი გადაფსიხებულად ვენებს იჭრის იქ ხალხი NGO-ების დაგეშილი ხალხი რომ ეს პროცესი არალეგალების დაჭერის, გამოძიების ამ საქმეების მაქსიმალურად შეაფერხოს, რომ აი ეს შეუფერხოს არალეგალების დაჭერის საშუალება არ მისცეს. და ორი ადამიანი შეაკვდა უკვე ამ შეფერხებებს. ერთი იყო ქალი, რომელიც იქ სადაც IC რაღაც ბუდეს მიადგა, სადაც ეს არალეგალები უნდა დაეჭირა, უცებ შეგროვდნენ მემარცხენე აქტივისტები
და დაიწყეს პოლიციასთან კონფლიქტზე გადავიდნენ მიზანმიმართულად, მაქსიმალური შეფერხება, მანქანებით გზებს უკეტავდნენ და ასე შემდეგ და იქ პოლიციელმა მოკლა ერთი ქალი, რომელიც ცდილობდა რომ ამ პოლიციელისთვის მანქანით გადაეარა. ეს იყო სადღაც 2 კვირის წინ და აი 2 დღის წინ ისევ მოკლეს კაცი. და ახლა ამ კაცის ირგვლივ უკვე გამოძიება უფრო შორს არის წასული. ის ქალი ანტიფას წევრი იყო და ანტიფა ულტრამემარცხენე ორგანიზაცია, რომელიც გამოცხადებულია ტრამპის ადმინისტრაციის დროს მოხდა უკვე მისი გამოცხადება ტერორისტულ ორგანიზაციად და ამ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ძალიან აქტიური წევრი იყო და ეს მეორე მამაკაცი პრედი სახელი ქვია თუ გვარია მისი არ ვიცი მაგრამ პრედით არის მოხსენიებული სხვადასხვა ტექსტებში და ვიდეოებში იმ მომენტში იქ გაჩნდა იქიდან რომ ჩატში საერთო ჩატი ჰქონდათ ამ ორგანიზაციის წევრებს ეს ჩატი აღმოჩნდა შეკრება მარქსისტ-ლენინისტი ცნობიერების თუ პოლიტიკური მიმდევრობის თუ ფილოსოფიის ადამიანების 23 წლის გამოსცილებული მარქსის-ლენინისტი, რომელიც ჩატში დაიწერა რომ იქა და იქ ახლოს მის სახლთან და ეტყობა აი ეს რაიონებში არიან გადანაწილებული და ვის სახლთანაც, ანუ ვინც იმ ახლო-მახლოში ცხოვრობს, სადაც იჭერენ ამ არლეგალებს, იმათ ატყობინებენ, რომ ისინი უცებ მივარდნენ იმ ადგილას და პოლიციას ხელი შეუშალათ. ესეც ასე მივარდა, ოღონდ იარაღით და არ იყო უკვე პირველი შემთხვევა მისი მივარდნის, მსგავსი მივარდნის, პოლიციელს ჩაულეწა მანქანის რაღაც ფარი მოუგლიჯა, რაღაცა მერე იქ იბრიქებოდა და ესეც მოკლეს. გამოძიება წავიდა უფრო ღრმად ამ ჩატის უკან და სულ პირამიდის სიმაღლეში აღმოჩნდნენ შტატის დღევანდელი გუბერნატორი და ყოფილი გუბერნატორი. დამფინანსებელი ამ ყველაფრის აღმოჩნდა ბიზნესმენი, რომელიც გაქცეულია ჩინეთში, ანუ ამერიკელია, მაგრამ ჩინეთში ცხოვრობს ახლა. და თვითონ საერთოდ ამ იმას მინეაპოლისი არა, მინესოტას გუბერნატორს აქვს ასეთი ზედმეტსახელი ტომ ტამპონი. თავისი უკიდეგანო და უსახური და ულტრამემარცხენეობით იმდენად არის ცნობილი, ანუ ყველაზე სამარცხვინო ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან და კარიერიდან ფაქტი არის ის, რომ ბიჭების ტუალეტებში დაარიგა ტამპონები თავის შტატში. იმიტომ რომ ბიჭებსაც აქვთ უფლება თუ რა ვერ გავიგე, არა აქვთ უფლება კი არა რომ კონდეთ მენსტრუაცია, აქვთ უფლება რომ მოინდომონ გახდნენ ქალები და აი ასეთი ბიჭები სკოლებში თუ აღმოჩნდებიან მათ მაინც გაუგებარია ტამპონები რატო ჭირდებოდათ ტუალეტში, იმიტომ რომ ანუ გადაკეთებულ კაცს ქალად ანუ იმ ბიჭმა თუ ქალად გადაიკეთა თავი, უკვე ხო ქალის ტუალეტში უნდა ევლოცესით, უკვე ბიჭის ტუალეტში რა უნდოდა. ეს ერთი, მეორე ქალად გადაკეთებულ ბიჭებს არ მგონია რომ მენსტრუაცია ქონდეთ საერთოდ, ანუ ისევ გაუგებარია ტამპონი. ანუ უბრალოდ აი სიმბოლურად, ხო? ანუ დანიშნულება არანაირი არა აქვს იმ ტამპონს კაცის ტუალეტში, მაგრამ იმდენად გამოღლებული მემარცხენეა ეს ტიპი, რომ აი ეს კანონი მიიღო და ბიჭების ტუალეტებში ტამპონები დაარიგა. ალბათ იმისთვის, რომ რა ვიცი მე, ამით უბიძგებდა რომ ვინმეს თუ მოგინდებათ გოგოობა ჩვენ აქ ვართ დაგეხმარებით, აი გასტიმულირებთ. ძალიან დიდი სისულელე მოკლედ. და კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ეს კაცი.
და ახლა აი ამ თელ მარქსის-ლენინისტური ჯგუფების უკან მდგომი დამფინანსებელი და დამაორგანიზებელიც არის ყველაფერთან ერთად. და თვითონ ამ ტომტამპონს ძალიან უყვარს ჩინეთი, იმდენად უყვარს, რომ გუბერნატორობის დროს 30 ჯერ არის ნამყოფი ჩინეთში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩინეთიდან, გარდა იმისა, რომ თვითონ დემოკრატიული პარტია აორგანიზებს და აფინანსებს, გარედანაც, ქვეყნის გარედანაც, უმეტეს წილი სავარაუდოდ ქვეყნის გარედანაც, ჯერ იქიდან იპარავენ შიგნით ამ გრანტების სახით და ქვეყნის გარედანაც, ჩინეთიდანაც იღებენ ფულს. აი ასე რომ გამოგვეძია ჩვენ 7 ოქტომბერი უკაცრავად ნოემბერი გირგვლიანის თემა გავიარეთ ტომ ფლოიდს გავს ძალიან და აი ეს გამოსვლები გავს 7 ნოემბერს და 26 მაისს იქ ძალიან ხშირად ხდება ჩვენთან ასე ხშირად არ ხდებოდა იმიტომ რომ ამერიკა უფრო დიდია და მასშტაბი უფრო დიდია. მაშინ 7 ოქტომბრის ჩატები და მესენჯერები არ არსებობდა, აი ესეთი მობილური ჩატები და მობილური მესენჯერები, მაგრამ ის რომ ეს ადამიანები აი ხო არსებობს იქ ორგანიზატორებში იგივე ბურჯანაძე. აი რაღაცა სატელეფონო ჩანაწერი არსებობს დადის. მეც კი მედო არხზე მოკლე ვიდეოებში როგორ ლაპარაკობს ვიღაცას ელაპარაკება ვისთან ერთადაც 7 ნოემბერს აორგანიზებდა და იქ ლაპარაკობენ იმაზე რომ უღირთ რომ ვიღაცები დაიღუპნონ რომ ხალხი მოკუდეს იმ მიტინგზე რომ რაღაცა ისეთი საშინელება მოხდეს რომ მე ამაზე აგორდება გაბრაზებული ხალხის საპროტესტო ტალღა და მოკლედ მიაღწევენ იმ მიზეზს რომ სააკაშვილს რაღაცას უზამენ ეს ჩანაწერები მაშინაც სავარაუდოდ უკვე ხელმისაწვდომი იქნებოდა. და ახლა გუბერნატორი ეს ტომტამპონი რაღაცა თვეების მერე, ან შეიძლება დღეების და კვირების მერე აღმოჩნდება და ასევე კონგრესმენი სომალელი კონგრესმენი რო ყავთ ერთი ქალი ვერ ვიხსენებ თუ გახსოვთ სახელი დამიწერეთ ისიც სავარაუდოდ ან დეპორტირებული იქნება და საერთოდ გაუქმებენ ნატურალიზაციას უკვე რადგან სენატორია რა თქმა უნდა მოქალაქე ამერიკის მაგრამ წაართმევენ იმ მოქალაქეობას და ან დეპორტაცია იქნება მისი ბოლო ან იჯდება ციხეში ჩვენთანაც 7 ნოემბერზე ხალხი ძალიან კარგი და სწორი იქნებოდა რომ ჩამჯდარიყო ციხეში და ჩაგვესვა ვიღაცები ციხეში მაგალითად ბურჯანაძე რაც სამწუხაროდ არ მოხდა და ასეთი რაღაცეები აი ახლა ჩვენ უკვე რო ვუყურებთ მაშინ ამას ჩვენი საერთაშორისო მეგობრები იგივე პანიკას და ციოქს ატეხდნენ როგორც დღეს ტრამპის ირგვლივ არის ატეხილი ხო მთელი ევროპა ვენებს იჭრის და თმებს იპუტავს თვითონ შიგნით ამერიკაში დემოკრატი გუბერნატორები თმებს იპუტავენ და ვენებს იჭრიან და ოღონდ მიუხედავთ ამისა მაინც ტრამპი აკეთებს იმას რაც სწორია იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტია და არა საქართველოსი წარმოიდგინეთ ახლა როდესაც საქართველო რაღაცას ისეც გააკეთებს რაც მთელს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ მოეწონება ამ დროს საქართველო როგორი დიდი წნეხის ქვეშ ვარდება და ამერიკას მით უმეტეს ისეთ ამერიკას რომელიც ისეთი ძლიერია როგორც აი ახლა ტრამპის დროს ეს ზეწოლა რამდენად ბოდიში და ფეხებზე კიდია შეიძლება მთლად ფეხებზე არ ეკიდოს ახლა და მთლად ისე ლაღად არ იყოს როგორც ცდილობს რომ ინტერვიუებში გვაჩვენოს ტრამპმა მაგრამ მაინც ფეხებზე კიდია საბოლოო ჯამში იმიტომ რომ უკან არ იხევს
იმ ორ მკვლელობაზე, იმ ორ გადაფსიხებულზე, რომელიც პოლიციელს ძალით შემოაკვდა, არავის ბოდიში არ მოუხდია. არავის არ უთქვამს, რომ უკაცრავად მეტი ასე არ მოვიქცევით, ამას არ პირიქით. იქით მოუწოდებენ ხალხს, რომ ნუ შვებით ამას, თორე უარეს დღეში ჩავარდებით და უარეს დღეში ჩაგაგდებთ. და უფრო იქით აწვება, ვიდრე აქით არიხევს უკან. ჩვენთან მიშა გადადგა 7 ნოემბრის გამო. ქვეყანაში სადმე იგივე დასავლეთის ქვეყნებში რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში გადამდგარა პრეზიდენტი იმის გამო რომ მიტინგი დაარბია, თან როგორი მიტინგი? მტრის მიერ ორგანიზებული და რუსეთის მიერ ორგანიზებული და რუსეთის მიერ დაფინანსებული მიტინგი რომ დაარბია ამაზე ადგა და გადადგა. მიშა არა მარტო საქართველოში და საქართველოს სხვა პრეზიდენტებთან შეუდარებლად უძალიანესად დემოკრატია არა მარტო საქართველოს ფარგლებში, არამედ საერთოდ მსოფლიოს ფარგლებში. არც ერთ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის იმის მაგალითი, რომ მტრის ისტორიული მტრის, სამასლიანი მტრის მიერ საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ დედაქალაქში ორგანიზებული მიტინგის დარბევის გამო, რომ პრეზიდენტი ამდგარ იყოს და გადამდგარ იყოს, ანალოგია არ არსებობს ამისი. ეს იყო დემოკრატიის აბსოლუტური მწვერვალი. აბსოლუტური მწვერვალი. ასევე თვითონ აი ეს საშინელი აგორებული კამპანია, რომ ვითომ ტრამპი როგორი ფაშისტია, რომ ამ არალეგალებს იჭერჯერ ერთი და ყველა არალეგალი უკვე თავშივე კრიმინალია, იმიტომ რომ არალეგალურად შევიდა ქვეყანაში. მეორე, ეს ძალიან ახასიათებს ქოცებს, როგორც იქ დემოკრატებს. კლინტონის დროს დეპორტირებულ იქნა 12 მილიონი არალეგალი ამერიკიდან. ბუშის დროს 10 მილიონი. ობამას დროს 4 მილიონი და ობამამ ის კაცი, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობს იმ უწყებას, რომელიც არალეგალებს დასდევს, დღეს ვინც არის, ის იყო ობამას დროსაც და ძალიან ბევრი წელია ეს კაცი ამის დირექტორია თუ ხელმძღვანელია. და ობამამ დააჯილდოვა თავის დროს. ბაიდენის დროს 2 მილიონი იყო დეპორტირებული. ტრამპის დროს არ გაინტერესებთ ციფრი? 9 მილიონი. კიდევ ერთხელ, კლინტონი 12 მილიონი, ბუში 10 მილიონი, ობამა 4 მილიონი, ბაიდენი 2 მილიონი, ტრამპი 9 მილიონი. რამდენჯერ და რამდენად უფრო ნაკლები ვიდრე ყველა დანარჩენმა და მაშინ ობამა თუ ამ კაცს ამ იგივე საქმიანობისთვის აჯილდოვებდა და სახელმწიფო რაღაც მედლებს გადასცემდა, დღეს აწიკვინებულია მთელი სალევაკეთი და მთელი სადემოკრატეთი, რომ ღმერთო რას აკეთებს, როგორი სისხლიანი ფაშისტია, როგორ და ტრამპს ვინც იცავს იმათ ჰებელსებს და რაღაცებს ეძახიან, აბსოლუტურად ერთ-ერთშია. სისხლიანი წრაწელი, ფაშისტი მიშა, დიქტატორი მიშა, დიქტატორს ეძახიან ადამიანს, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა დემოკრატიის უწმინდესი მაგალითი. ყველაფერი არის ერთ-ერთში, აი ერთ-ერთშია. ოღონდ ტრამპი ამის ყველაფრის წინააღმდეგ ბევრად უფრო ძლიერია, იმიტომ რომ პირველი ზოგადად ძლიერი და მდიდარი ადამიანია. მიშა მდიდარი არასდროს არ ყოფილა. ტრამპი მილიარდერი იყო მთელი ცხოვრება და მილიარდერსაც კი 2020-ში მოპარეს არჩევნები. ისე როგორც მიშას 2012-ში მოპარეს, ტრამპსაც მოპარეს 2020-ში. ოღონდ ტრამპმა მერე ძალები მოიკრიბა
რაღაცეები უფრო უკეთესად გააკეთა, რაღაცეებს უფრო მიაწვა, რაღაცეებში კარგად ივარჯიშა, რაღაცეები ამას ქნა და გაიმარჯვა და ახლა სრულიად გმირობებს ჩადის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან ხშირად მიშისტებისგან გამიგია ესეთი გაბრაზება მიშაზე, რომ არ უნდა დაეთმო 2012 წლის ხელისუფლება. რომ მიუხედავად იმისა, რომ წააგო, არ უნდა წასულიყო, რაღაცნაირად უნდა წინააღმდეგობა უნდა გაეწია. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს იყო შეუძლებელი. იმიტომ რომ 2012 ერთი წლით ადრე დამპალი ობამას გამორუსებულმა და გამოკრემლებულმა ადმინისტრაციამ მიშას მთავრობას გამოუცხადა ოფიციალურად, რომ მორჩა. თქვენ უნდა წახვიდეთ, ჩვენ თქვენთან მაქსიმალურად ვზღუდავთ კონტაქტებს, მაქსიმალურად ვზღუდავთ კომუნიკაციას და ველოდებით შემდეგს და შემდეგ იქნება ბიძინა. ეს იყო ოფიციალურად გამოცხადებული პოზიცია ამერიკისგან. იგივე მერე გამოაცხადა ევროპამ და ფონ დერ ლაინიც იპუტავდათ მას, რომ მიშა დიქტატორია. და ასეთ პირობებში, როდესაც შენ ამერიკა ხარ და ვიღაცებს ქვეყნის გარედან ახლა არ უნდათ, რომ შენ ტრამპმა მოიგო არჩევნები, ჯერეთი და ტრამპი ხარ მილიარდერი ხარ და გკიდია, მეორე და ამერიკა ხარ და გკიდია და საქართველოს ეს ფუფუნება არ გვაქვს ჯერ. აი როცა გავხდებით ისრაელივით ძალიან ძლიერი სამხედრო მხრივ მერე გვექნება იმის საშუალება. ისრაელს ახლა აქვს საშუალება, რომ ამერიკიდან ზოგჯერ ბაიდენის და ობამასნაირი გამოსირებული ადმინისტრაციებით იცრ დაუქნევენ, ის თითის დაქნება დაიკიდოს, იმიტომ რომ თვითონ ძლიერია. ისრაელისავით ძლიერი და ისრაელზე ძლიერიც რო გავხდებით, დადგება ეს დრო. ეს დრო მოვა. შეიძლება მე ვერ მოვასწრო, თუმცა 1-40 წელი კიდე ხო უნდა ვიცხოვრო და მოვესწრებ. აი მაშინ უკვე რაღაცებს ამერიკიდან ნათქვამს ისე რა. და მიშას მაგალითად ამერიკას არ უნდოდა რომ მიშას მოეწყო ვარდების რევოლუცია, მაგრამ მიშამ ხო ოდნავ დაიკიდა და რომ მოაწყო ვარდების რევოლუცია დააყენა ამერიკელები ფაქტის წინაშე, მერე უკვე მიიღეს. ამერიკას არ უნდოდა რომ მიშა შესულიყო ბათუმში და ბათუმის დეოკუპაცია გაეკეთებინა. არ უჭერდნენ ამაში მხარს, მაგრამ ხო ოდნავ დაიკიდა და გასაკეთებელი ხო გააკეთა. იგივე 2012-ში ვერ იზამდა, იმიტომ რომ ბევრად უფრო ძლიერი იყო ზეწოლა, ეს ერთი და სავსებად შესაძლებელია რომ მომხდარიყო ისეთი რაღაცა, რომ მიშასთვის არ ეღიარებინათ გამარჯვება. შეიძლება რაღაცეები ექნა მიშას ისე, რომ მაგალითად ბიძინას სადღაც ხმები დააკლდებოდა ან რამე, მაგრამ სავსებად შესაძლებელია რომ მერე ამერიკას ეს არ ეღიარებინა და რაღაცნაირად იძულებული ყოფილიყავით, რომ ისევ ხელახალი არჩევნები ან რაღაცა მსგავსი ჩატარება ეძულებინათ. დაეკისრათ და დაევალებინათ. დაევალებინათ რა, ანუ როდესაც არ გაღიარებენ, მერე იძულებული ხარ რომ ეს გააკეთო, იმიტომ რომ აღიარების გარეშე იზოლაციაში ხარ და მორჩა, როგორც ხიხუა იზოლაციაში. შესაძლებელია რომ მიშაც ასეთი ფაქტის წინაშე დამდგარიყო და ეს იქნებოდა უდიდესი სირცხვილი საქართველოსთვის და რა თქმა უნდა მიშას 100 წელი ასეთი რაღაცა არის ბიოგრაფიაში და არც კარიერაში არ ჭირდებოდა. ბევრად უფრო სწორი და გამართული იქნება მისი მთელი ამ ტანჯვების მერე ხელახალი ტრიუმფალური დაბრუნება, ვიდრე მაშინ ასე შერცხვენილიყო. აი 2016-ში
რომ რაღაცნაირად შესაძლებელია ენმი რო არ დაშლილიყო, თუმცა ვინც მაშინ დაშალა ენმი ისეთი ნაგვები არიან, ახლა ბოკერია წავიდა მაშინ და ხა ბოკერია. მოკლედ, ისტორიულად ეს ეტაპები უნდა გაგვევლო. ძალიან დიდი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის იმედია. მაგრამ ეს უკვე ისეთი გაკვეთილია, რომელიც მომავალში არ გამოგვადგება, იმიტომ რომ მომავალში რუსეთი ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი ძლიერი, რომ კიდე ერთხელ რამენაირად ან ომით, ან ჰიბრიდული ომით, ან პროპაგანდით შეძლოს ჩვენი დაპყრობა. ეს აწი უკვე გამორიცხულია. ეს ბოლო ომია რუსეთთან. ამ ბოლო ომი დაიწყო 9 აპრილიდან, 88 წლის 9 აპრილიდან. და მისი ბოლო ომის ბოლო ეტაპი იქნება ჩვენ რო დავიწყებთ დეოკუპაციას. დეოკუპაციის მერე რუსეთი უბრალოდ საუკუნეები ვერ შეგვეხება და რა თქმა უნდა იმ რაც უფრო დრო გადის, მით რუსეთი უფრო დაპატარავდება და დაიშლება. ამიტომ ეს საფრთხე, მსგავსი საფრთხეები სხვა დროს, სხვადასხვა რაღაცა იმპერიები კიდე იარსებებს თუ არა, არ მგონია ესეც. მაგრამ სხვადასხვა მტრები კიდე გვეყოლება. მაგრამ ისეთი მტერი როგორც რუსეთია და რუსეთი იყო ამ 300 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს თითქოს გაკვეთილია ეს საშინელი 13 წელი უკვე მე-14 მიდის და საბოლოო ჯამში ალბათ 15 ან 16 გამოვა. ყველაზე სამარცხვინო წლებია საქართველოს ისტორიაში. მაგრამ როგორც გაკვეთილი აღარ დაგვჭირდება. ეს უბრალოდ სამარცხვინოა და ასე უბრალოდ სამარცხვინოდ დარჩება. და ჩავთვალოთ, რომ ეს არის ის ყველაზე ბნელი და გრძელი ღამე ჩვენი ისტორიის, რომლის მერეც ისეთი გათენება მოდის, რომ იმ გათენებას უკვე ვერავინ ვერაფერს წინ ვერ წაუყენებს, რომ ის გაბრწყინების გათენება მოვა აი ამ გრძელი საშინელი ბინძური შავი ღამის მერე. ივანიშვილის ბოროტი ეპოქის მერე. მომავალ შეხვედრამდე ყველაფერს მოვერევით.